ლაპარაკობს რადიო თავისუფლება, მოგესალმებით, ეთერშია პროგრამა გენდერული ამბები, რომელსაც დღეს თბილისის სტუდიიდან ლელა კუნჭულია გაუძღვება, ხმის რეჟისორი გახლავთ გოჩა ლეჟავა. მშობლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებებისთვის იბრძვიან. ასეთია ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები სახელმწიფოსგან ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ და იმისთვის, რომ სახელმწიფო მოხელეთა ყურადღება მიიპყრონ, ზოგჯერ საგანგებო ზომებსაც მიმართავენ. ეს არის ბრძოლა შვილების ჯანმრთელობისთვის და ღირსეული მომავლისთვის და მებრძოლთა რიგებში წინა პლანზე ძირითადად დედები დგანან. კონკრეტულად რა სახის სირთულეების გადალახვა უწევთ მათ, რას ითხოვენ მშობლები სახელმწიფოსგან და რა დაპირებები ისმის ჯანდაცვისა თუ ფინანსთა სამინისტროებში დასაქმებული სახელმწიფო მოხელეებისგან. ამ თემებზე სასაუბრო დღეს ჩვენ გვეყოლება ორი სტუმარი, მარი კორკოტაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ნათია შარვაძე, მშობელთა თანადგომისა და გაძლიერების ცენტრის ხელმძღვანელი. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ სტუდიის ტელეფონის ნომერზე 2988327 და დაუსვათ შეკითხვები ჩვენ სტუმრებს, ასევე გაქვთ საშუალება დღევანდელ თემასთან დაკავშირებით გამოთქვათ თქვენი მოსაზრება. შეგახსენებთ, რომ რადიო თავისუფლების პროგრამა გენდერული ამბები პირდაპირ ეთერშია ყოველ სამუშაო დღეს 1-დან 2 საათამდე. ჩვენი გადაცემის ვიდეო და აუდიო ვერსიების მოძიების საშუალება კი თქვენ გაქვთ ჩვენს ვებსაიტზე radiotavisupleba.ge და ასევე გადაცემის ვიდეო ჩანაწერის ნახვის საშუალება თქვენ გაქვთ დღეს საღამოს 6 საათზე ტელეარხ არტ-არიას ეთერში. გრძელდება რადიო თავისუფლების პროგრამა გენდერული ამბები, რომელსაც დღეს თბილისის სტუდიიდან ლელა კუნჭულია უძღვება, ხმის რეჟისორი გახლავთ გოჩა ლეჟავა. მშობლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებებისთვის იბრძვიან. ასე დავარქვით დღევანდელ ჩვენს გადაცემას და ჩვენი სტუმრები არიან მარი კორკოტაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ნათია შარვაძე, მშობელთა თანადგომისა და გაძლიერების ცენტრის წარმომადგენელი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. რამდენიმე დღის წინ გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების აქცია ფინანსთა სამინისტროსთან და ვიდრე ამ აქციის მიმდინარეობაზე და ვთქვათ მიღწეულ შედეგებზე, ამ ეტაპისთვის მიღწეულ შედეგებზე ვილაპარაკებდეთ, მინდა გთხოვოთ ჩამოაყალიბოთ თქვენი მოთხოვნები, რატომ მიხვედით ფინანსთა სამინისტროსთან, რას ითხოვდით? მოდით ნათია, თქვენით დავიწყოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები ჩვენ მსმენელს, მაყურებელს. პირადად მე 6 წელია უკვე გამოვედი ბრძოლის ასპარეზზე. 13 წლის არის ჩემი შვილი, ვაკო შარვაძე და მძიმე და ღრმა სტატუსის მქონენი ვართ, რომელიც ღრმა გონებრივ ჩამორჩენასაც ცერებრალურ დამბლასთან ერთად მოიცავს ჩემი შვილის დიაგნოზი. ფაქტიურად 6 წელი ვიცხოვრეთ სტაციონარში და მის შემდეგ უკვე ბოლო 6 წელია გამოვედი ასპარეზზე. უამრავი ბრძოლის ველი მოუვლია ჩვენ ორგანიზაციას და ჩვენ მშობლებს კანცელარიასთან, სხვადასხვა ყოველთვის ჩვენი უფლებების დასაცავად გვიწევდა და მათ შორის ერთი უნდა აღვნიშნო ჩვენი ორგანიზაციის მშობელთა თანადგომის და გაძლიერების ცენტრის ერთი მსუყე მონაპოვარია, რომელიც პენსიის საარსებო მინიმუმამდე გათანაბრება მოხდა, რომელიც 70 ლარს მოიცავდა ამ ბავშვების და არ მოხდა მხოლოდ მძიმე და ღრმა სტატუსის მქონე ბავშვებზე, მოხდა მთლიანად საქართველოს მასშტაბით გაზრდა და დღესდღეობით იღებენ 180 ლარს. ესეც ბრძოლის შედეგია. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ბრძოლის შედეგი იყო ეს პეტიციით 4000 ხელმოწერაზე ონლაინ რეჟიმში გაშვებული პეტიციით და ეს მართლა იყო, რომ მთელი საქართველო იყო ამაში ჩართული და ვისაც როგორ შეგვეძლო, ისე შევაგროვეთ ეს ხელმოწერებიც და აქციებიც ბევრი ქონდა და ყველაფერი. მეორე ბრძოლის ეტაპზე ვარ, აქვე ვიტყვი უბრალოდ ამ აქციამდე ბრძოლის ეტაპზე ვართ, რომ ამჟამად მძიმე და ღრმა სტატუსის მქონეებს, რომლებსაც ჭირდება 24 საათიანი მომვლელი, ხელახალი პეტიცია გვაქვს უკვე თითქმის წელი შესრულდა, რომელიც მუდმივად საჭიროებს დამხმარე პირის ყოლას, მისთვის რაღაცა გამოიძებნოს სახელმწიფოში საარსებო მინიმუმამდე მაინც, ასე ვთქვათ, კომპენსაცია, რომ თუ ოჯახებში ყავს ისეთი ოჯახები, რომელიც რამოდენიმე წევრია ჩართული და მე ბედნიერი ვარ, ყავს ასეთი ოჯახი, მაგრამ ჩვენ ყავს ოჯახები, რომელიც მარტო დედაშვილი არიან მხოლოდ ბავშვის 180 ლარ
პენსიაზე და აი ამით ირჩენენ. დედას არ აქვს საშუალება მუშაობის. აბსოლუტურად გარეთ გასვლის საშუალებაც არ აქვს. სახელმწიფოში ასეთი სერვისი ფაქტიურად არ არსებობს და აქედან გამომდინარე უკვე რაღაცა ამ ახალ ეტაპის ბრძოლის ველზე. თუ ვიცით, რამდენი ადამიანია ასეთი? თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან ცუდია და ძალიან ძნელია დღემდე ჩვენ ორგანიზაციას მარიც დამეთანხმება და თავისი ტყეში კარგად იტყვის სტატისტიკა ვერ მოვიპოვეთ და მე მგონი რატომღაც მესვეურთ არ აწყობთ ამის ასე ვთქვათ სტატისტიკის დაზუსტება, იმიტომ ალბათ მეტი საჭიროებები გამოჩნდება მე როცა სტატისტიკა იქნება და სტატისტიკა არც არის გადავდივართ ამდენი ხანია სოციალურ მოდელზე, მაგრამ თქვენს ორგანიზაციაში არიან ასეთები. ჩვენს ორგანიზაციაში არიან, მაგრამ ეს არის მწირი 100 და 200 ადამიანზე უკვე ვერ ვილაპარაკებთ. აქ უნდა საქართველოს მასშტაბით როგორი სიტუაცია. ჩვენ ჩავართ და ჩვენი ორგანიზაცია ჩანს, მაგრამ არ ჩანს საქართველოს მასშტაბით რა ხდება ამ ხრივ. გასაგებია, მაგრამ გიკავშირდებიან თქვათ თქვენი ორგანიზაციის გარედან თქვათ ასეთი მშობლები, რომელსაც აქვთ ასეთი საჭიროება მოვლენისა. თქვენ წარმოიდგინეთ, რაიონებში არის ძალიან ცუდი მდგომარეობა სოციალურ ქსელის მხრივათაც და სამწუხაროდ ახლა ხელმოწერების ეტაპია? თუ არა, ერთი წელია უკვე ჩაბარებული გვაქვს პეტიცია და დაიგნორებული ვართ ფაქტიურად და ერთადერთი საპასუხო წამოვიდა პასუხი იმისა, რომ ძალიან დიდ თანხაზე გადის, ვერ თვლიან მარტო ამ სტატუსის მქონეებს და ეგრე რო წამოვიდეს მერე სხვანაირად უკმაყოფილებას გამოიწვევს დანარჩენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებში და ზოგს ისეთ ქონდა შეხვედრა მესვეურებთან და გითხრეს, რომ თითქოს ზოგ ჩანაწერიც კი არა აქვს შესაბამისად დამხმარე პირის საჭიროებასთან დაკავშირებით. გასაგებია, მოკლედ ეს თემა რჩება თქვენს ისავე დღის წესრიგში და უამრავი, ასე ვთქვათ, გასაგებია, რომ დაუბრუნდეთ აი ამ კვირის აქციას. კი ბატონო, ეს კვირის აქცია იყო მარისთანაც ქონდა საუბარი ფინანსთა სამინისტროსთან. კარგა ხანია, თუნდაც იმ პეტიციის დროსაც გვინდოდა ფინანსთა სამინისტროსთან მივსულიყავით, მაგრამ რაღაცა შეგვიფერხდა, იქნებ ისავე მოლაპარაკებებით, გნებავთ ჯანდაცვის კომიტეტთან, გნებავთ ისავე ჯანდაცვასთან, რაღაც გამოსულიყო. მაგრამ აქამდე რატომღაც ხდებოდა ისე, რომ ყველაფერი იყო, მაგრამ ეს რიგები მაინც რჩებოდა რეაბილიტაციის და უკვე ბოლო ეტაპზე გაირკვა, რომ აქ იყო ფინანსების პრობლემა და არ მოდიოდა ეს დაფინანსება ფინანსთა სამინისტროსთან. როცა ჩემშვილს შეეხო, მანამდეც რა თქმა უნდა მე მზადყოფნაში ვიყავი, მაგრამ სანამ პირადად მე სადავეები პრობლემების კარგად არ მიჭირავს ხელში, მანამდე ცოტა უძლური ვარ, ვიტყვი რაღაცას, მაგრამ ვერ ვასაბუთებ და აქედან გამომდინარე, როცა უკვე 4 თვე ჩემშვილს პირადად ჩაუვარდა რეაბილიტაციის კურსი, მე ყოველგვარი ორდღიანი პოსტი დავდევით და რაღაცა, მაგრამ მზადყოფნაში ვიყავი და პირდაპირ წავედი ულტიმატუმით ფინანსთა მინისტრთან იმის გამო, რომ ძალიან კარგად იციან წლების მანძილზე ჩვენ შვილებს რა დაფინანსებები აქვთ, რა მდგომარეობაში არიან ჩვენი შვილები, გნებავთ რეაბილიტაციის კუთხით, გნებავთ აბილიტაციის კუთხით, გნებავთ საერთო სამედიცინო კუთხით, აბსოლუტურად მოურგებელია ამ ბავშვებისთვის სამედიცინო დაზღვევა, რომელიც ძალიან კარგად ჩანს, რომ სახელმწიფოს საყოველთაო დაზღვევა გააჩნია, მაგრამ კიდევ ამბობ, ყველაფერი გაგვაჩნია ფურცელზე ლამაზად დაწერილი და ინდივიდუალურად ისეთი პრობლემები ხდება მორგების თვალსაზრისით, აი გაგიკვირდება. აი დეტალებში რომ განვმარტოთ თქვენი მოთხოვნები. მე ვიცი რომ ფინანსთა სამინისტრომდე თქვენ მართავდით აქციებს ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს არის პროცესი, ძალიან ესეთი ვრცელი პროცესი, ჩვენ ვაშუქებდით ამას. კი, ამ გადაცემაში ვისაუბრეთ კი. ბრძანდებოდით კი ჩვენთან სტუმრად, აი რომ მივყვეთ მოვლენებს, თქვა ფინანსთა სამინისტროში, ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართული აქციის შედეგად რა მიიღეთ და შემდეგ რატომ გადაინაცვლეთ უკვე ფინანსთა სამინისტროსთან და მოთხოვნები თუ შეიძლება უფრო გასაგებად, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ გვისმენენ ახლა მშობლები, რომლებსაც აქვთ ასეთივე საჭიროებები და შეიძლება უბრალოდ რადგანაც თქვენ ძალა ერთობაშია 1000 ჯერ გვითქვავს, შეიძლება შემოგიერთნენ და უფრო მეტნი და უფრო ძლიერები იქნებით. ანუ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, პირველ რიგში მივესალმები მსმენელს და მადლობა მოწვევისთვის. ანუ ეს არ ყოფილა, წელს რომ მომხდარიყოს ეს შემთხვევა, ეს ხდება წლების განმავლობაში. ყოველ წლის დასაწყისში რაღაც რაოდენობა ბავშვების რჩებიან
ვაუჩერების გარეშე. ეს მომლოდინეთა ნუსხა, რომელზეც თქვენ არა, ლაპარაკობთ ბავშვი, ხშირად. ანუ აქვს ვაუჩერი, მაგრამ მომავალი წლიდან აღარ აძლევენ ამ ვაუჩერს. გასაგებია, და ჩამორთმევა. გადაყავთ მომლოდინეთა სიაში, მაგრამ რამდენი ხნით იქნება იქ? და რის არავინ მიხედვით, არ იცის. მოდით ეს ვაუჩერი განმარტოთ რა არის? პრიორიტეტების მიხედვით. ანუ ადრეულ განვითარების ქვეპროგრამაში და აბილიტაცია რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში არის პრიორიტეტები განსაზღვრული. აი ვთქვათ, ადრეულში არის რომ პირველი პრიორიტეტი ენიჭება 3 წლამდე ასაკის მქონე ბავშვს. შემდეგ აი შეიძლება თანმიმდევრობა ზუსტად არ თქვა, კი ბატონო. სავარაუდოდ ასე რომ გავიგოთ. რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვები, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, სოციალურად დაუცველი მყოფი ბავშვები და ეს კრიტერიუმი არის, ანუ განცხადება პირველმა ვინც შემოიტანა ის მიიღებს ამ დაფინანსებას. ანუ მაშინაც აღნიშნე რომ ეს ჩანაწერები არის სრულად დისკრიმინაციული. იმიტომ რომ ეს თერაპიები ამ ბავშვებს არის, აი ნათი არასდროს აღნიშნა, როგორც საჭმელი არაჭამო ბავშვს და ფაქტიურად სახელმწიფო ტოვებს ამ თერაპიის გარეშე ამ ბედის ბავშვს. ანაბარა. კი ბატონო, ამიტომ არანაირი პრიორიტეტი არ უნდა არსებობდეს ამ პროგრამაში. აი ვაუჩერების ჩამორთმევა რა დროს ხდება? აი იანვრიდან, ან თავიდან რო ხდება ბიუჯეტის დამტკიცება და პროგრამის დამტკიცება, ვინც მიასწრებს იმისია, მოკლედ. ხო, ანუ სუფთა ფურცლიდან იწყებენ ბავშვების შერჩევას. და იმ პრიორიტეტების მიხედვით, ანუ თუ ვთქვა ჩემი შვილი 3 წლის იყო და იღებდა და წინა 12 თვე ვაუჩერს და მომავალი წლიდან გახდა 4 წლის, მაგრამ ვიღაც ბავშვი ჩაეწერა 3 წლის, ანუ მე წამართვა და მისცემენ 3 წლის ასაკის ბავშვების ჩანაცვლების ჩვენ ლაპარაკობთ ახლა რეაბილიტაცია, აბილიტაციის პროგრამაზე. ორივე, და ადრეული განვითარების ადრეული განვითარება. ყველანი ერთად გახართ. ხო, ანუ ორივე პროგრამაში არსებობს ეს მომლოდინეთა სია. როგორც სავარაუდოდ რაოდენობა მითხრეს ჯანდაცვის სამინისტრომ, ეს არის 600 ბავშვი თითო პროგრამაში. ეს რაც ვიცით და არიან ბავშვები, რომლებმაც საერთოდ არ იციან ამ პროგრამების არსებობის შესახებ. აი ეს არის დიდი ანუ უბედურება. ეს იქნება, არ ვიცი, 600 კი არა, ეს იქნება ალბათ 5000 და შეიძლება მეტი ბავშვიც იყოს ესეთი. ანუ სტატისტიკიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს სტატისტიკა. ანუ მანამდე ჯანდაცვა ამბობდა, ანუ არ ამბობდა, რომ თანხები არ იყო ამისთვის საკმარისი, ესე ღიად და რაღაც. და ანუ სწორედ მაშინ, როდესაც აქცია გამართეთ ჯანდაცვის სამინისტროსა და შევხვდით სამინისტროს წარმომადგენლებს, მაშინ გვითხრეს, რომ ჩვენ ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ძალიან გაიზარდა მშობლებმა გავზარდეთ ინფორმირებულობა ამ სერვისების შესახებ. მან ანუ ამას წესით უნდა აკეთებდეს სახელმწიფო, მაგრამ არა. ჩვენ მშობლები ვაწვით ერთმანეთს ინფორმაციას ამ სერვისების არსებობის შესახებ. გაიზარდა რაოდენობა და თანხა დარჩა ფაქტიურად იგივე. რა თქმა უნდა, ვერ უზრუნველყოფენ ამ თანხაში ამდენი ბავშვის დაკმაყოფილებას. კი ბატონო, მაშინაც განაცხადა და ვიტყვი ახაც რომ ან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გითხრა რომ ჩვენ ფინანსთა სამინისტროს მივმართეთ ბიუჯეტის გაზის მიზნით, მაგრამ პასუხიც კი არ მიგვიღია იქიდან. გასაგებია. ანუ და მაშინ გადავწყვიტე მე რომ აუცილებლად შემდეგი აქცია აუცილებლად უნდა დაგვეგება. თუმცა მაშინ ახსოვს მიიღეთ პირობა რომ თუ კი ბიუჯეტის დაგეგმაზე მიდგება ჯერი ამ სეგმენტის, თქვენ აუცილებლად დაგიძახეთ, აუცილებლად ვისაუბრებთ. ანუ მაშინ გითხრეს ჩვენ რომ აგვისტოში ხდებოდა ეს დაგეგმარება, მაგრამ მე გავარკვიეთ, არა აგვისტოში, სწორედ ახლა ხდება ფინანსური ჭერის, ანუ დამტკიცება, ანუ ახლა რა თანხასაც გამოუყენებენ სამინისტროს, იმის იქეთ მე ვეღარაფერს ვეღარ დაამატებენ. აი სწორედ ახლა იყო მნიშვნელოვანი ამ აქციის გამართვა ფინანსთა სამინისტროსთან, რომ აი სწორედ ახლა მოხდეს განსაზღვრა ბიუჯეტის და ის თანხები იყოს გამოთხოვილი, რაც საჭიროა იმ მომლოდინეთა სიაში მყოფი ბავშვების მიხვედით ფინანსთა სამინისტროსთან. მშობლების გარკვეული ნაწილი იყო იქ. 5 მშობელი ვიყავით. 5 მშობელი იყავით ბავშვებთან ერთად. კი. ჩემი შვილი არ ყოფილა. მესმის, მაგრამ ზოგიერთი მშობელი იყო ბავშვთან ერთად და ის მქონენი წავედით ცირკად. და ვილაპარაკებთ იმის თაობაზეც, რომ თქვენ მოგიწიათ რაღაც საგანგებო ზომებისთვისაც მიგემართათ. მოდით აი თავიდან დავიწყოთ. მიხვედით ფინანსთა სამინისტროსთან გახართ იქ. თქვათ რაღაც ისინი გეჭირათ ხელში ტრანსპარენტები, სხვა სლოგანებით, წარწერებით, მოწოდებებით. მაინტერესებს რამდენი ხანი იდექით უპასუხოთ და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები და შემდეგ რა მოხდა? სადღაც საათნახევარი ვიყავით ისე უპასუხოთ. მე ჩამოვიდა ანუ ფინანსთა სამინისტროს PR სამსახური. უკაცრავად, მაგრამ თავიდან დავიწყეთ ესე, როგორც წესია, მაპატია. შევედით ტელევიზიები მანამდე 2 დღის დაანონსებული იყო ეს ყველაფერი. ტელევიზიები მობილიზებული ყავდა და მობრძანდა 2 არხი, საზოგადოებრივი და მაესტრო ჯერჯერობით.
როგორც ყოველთვის შევედით დავურეკეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ვესაუბრეთ, რისთვის ვიყავით მოსული, მივაწოდეთ სრული ინფორმაცია, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციების მშობლები ისა და ვითხოვდით მინისტრთან თუ არა ისეთ კომპეტენტურ გადაწყვეტილების მიმღებ პიროვნებას და შევხედრას, პასუხს მივიღებ და რაღაცა დონეზე ჩამოყალიბდებოდ. მე ძალიან კარგად ვიცოდი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ იქედან ფულებით დახუნძრული და ბიუჯეტით დახუნძრული ვერ წამოვიდოდით, მაგრამ რაღაცა გარკვეულ პრობლემებს სწორად მოისმენდნენ და გაითვალისწინებდნენ შემდეგ ამას სწორად. ზუსტად საათნახევარში გაერკვნენ ეტყობაში იქნით ყველაფერში, ჩვენ 7-დან წყნარად ფოიეში გადავინაცვლეთ იმ პირველი კადრების და ტრანსპარენტების გადაღების შემდეგ და კომენტარების ჩაწერის შემდეგ. წყნარად და ჟურნალისტებიც გველოდებოდნენ, რომ ვინ გამოგვეხმაურებოდა, რომ ეს ყველაფერი ჩანაწერიც გაეკეთებინათ. საათნახევრის შემდეგ ჩამოვიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი არაჩვეულებრივი ქალბატონი და მე ყოველთვის ვამბობ, პრობლემის წინაშე როცა ვდგევარ, არასდროს არ ვერჩი ადამიანებს. აქ არის სამსახური და აქ არის საქმის სისტემას. და ამ ქალბატონმა ძალიან კარგად აგვიხსნა, რომ ჩვენ ვიცით თქვენი პრობლემები. 2018 წლის ბიუჯეტში ამას ვეცდებით, რომ განვიხილოთ, როგორმე მოვახერხოთ და რაც პირადად მე 6 წელი მესმოდა და ამის მოლოდინში ვარ, იგივეს გვესაუბრებოდა ეს ქალი და ცოტა არ იყო ეს ემოციამ ასე ვთქვათ იძალა ჩემში და ამ ქალბატონს მე კონკრეტულად დაუსვი საკითხი, რომ პირადად მე ამ შენობიდან დღეს არ გავალ, რა დროც არ უნდა იყოს, ამ წუთში თუ არ არიან მესვეურები, როცა დაბრუნდებიან, ან გადაეცით ინფორმაცია, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვქნით და მე პირადად სხვაზე ვერ ვიტყვი, მეთქი ჩემი ეტლით მოსარგებლე შვილით, მძიმე დაღრმა სტატუსის მქონე შვილით, არ გავალ ამ შენობიდან, სანამ ვინმე არ შეხვდებოდგო. ეს იყო ყველაფერი, რომ მოკლედ ვიტყვი, ეს ქალი ვერაფერი ვეღარ თქვა და მათ შორის ძალიან მადლობელი ვარ ჟურნალისტების, კონკრეტულად ჟურნალისტებმაც მოთხოვეს მათ პასუხი, რომ კომენტარი გაეკეთებია და მან თქვა, რომ მე არა ვარ კომპეტენტური პიროვნებაო და ამიტომ ჟურნალისტებიც კი არ წავიდნენ ასე მოტყუებული, როგორც ამდენი წლებია, იმიტომ რომ ისინი ჩვენ გვერდში ფაქტიურად დადიან, რაღაცა არ გადაწყდება და მე ხელახლა ვიწყებთ ამ ყველაფერს. და ამის შემდეგ იყო, რომ მთელი საათები ამ მძიმე ბავშვებით, არა საკვები რა თქმა უნდა რაღაცა შემოუტანეთ, მაგრამ 12 საათიდან 5:30-მდე სანამ არ მივიღე პირადად მე ჩემი შვილით ის მწვავე გადაწყვეტილება მე ვერავის ვერ უკარნახებ და ვერ დავავალებ რაღაცას. მე ვარ იმ წუთში ჩემი თავის უფროსი და ჩემი შვილის ემოციის ფონზე, მაგრამ მე ყველაფერს უკვე ამდენი წლების განვლილ მძიმე გზას გადაუსვი ხაზი და ჩვენი ერთ-ერთი მშობელი, რომელიც უკვე 18 წლის ზემოთ ყავს მძიმე დაღრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი, ძალიან ცუდად გახდა, იმიტომ რომ 18 წელია მარტო დედაშვილი იბრძვიან ცხოვრებისთვის და ეხლა აღმოჩნდა ეს ბავშვი ყოველგვარი სერვისის გარეშე, ლამის შინაპატიმრობაში დედაშვილი რაღაცა წამიერად შეიძლება დატოვოს და ცუდად გაგვიხდა სასწრაფოს გამოძახებაც კადრებში ჩანს და ეს ქალბატონი ხანდახან გავეხუმრე, რომ მეთქი იმდენად ნევსი რომ გაუკეთეს მოდუნდა და წნევა მაღალი ქონდა და საერთოდ რეაგირება დაკარგა შენი ინსულტის მიღებას მერჩია მეთქი, რომ ცოტა აქტიურობა დაგეკარგა მეთქი, იმიტომ რომ შენ შვილს ჭირდები. და აქედან გამომდინარე 5:30-ზე უკვე რომ მოვიკითხე, რომ რატო არ გცემენ პასუხს, ამდენი ხანი, ამდენი საათია, ეტლში ჩამჯდარი ბავშვებით, ხან ხელში გადმოვიყვანეთ, ხან ფეხზე დააყენეს, უკვე მოსვენებაც დაკარგეს ბავშვებმა, წამალი არა, არაფერი არა, როცა ინგალატორით დავდივარ ყოველთვის ყველგან. და არაო პასუხს არ გცემენო, ვერავინ ალბათო არავინ არ შეგვხვდებათო. მივედი დაცვასთან და ვეუბნები. თქვენ შინაგანაწესში როგორ წერია, სამუშაო დღე რო დამთავრდება, რა უფლება მაქვს მე აქ გაჩერების, ვერაფერი უნდა გაგიშვათ გარეთო. მაშინ მეთქი მე ცოცხალი თავით აქედან არ გავალ ჩემი შვილით და პატრულის ძალით გამიყვანთ მეთქი. კანონის დაცვით გაგიყვანთო და მაშინ გადავწყვიტე, რომ უკვე იმ საათნახევარში არც ერთი თანამშრომელი არ უნდა გასულიყო შენობიდან. გადმოვიყვანეთ ჩვენი ეტლიანი შვილები, დავაყენეთ გამოსასვლელებთან სხვადასხვა ადგილზე და ვინც მოდიოდა მოგზალებით მივდიოდი, მაპატიეთ,
ბოდიშკი ხდით, ვერ გაგიშვებთ, ვერ გაგატარებთ იმის გამო, რომ ჩვენ 12 საათიდან აი ამ ბავშვებით ასე ვართ, უყურადღებოდ დაგვტოვეთ ეს და პასუხის ღირსიც არ გაგხადეს და ეს არის თქვენი უფროსების, თქვენი მესვეურების ბრალი და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, თქო. ზოგს ჭაღარის გამო უხდიდი ბოდიში და ძალიან ძნელი იყო ეს ჩემთვის დედის წოლა ადამიანების და აი ესეთ ბავშვებს უხვედრებ წინ და ეუბნები სახში ვერ გაგიშვებ. მესმის რომ რა დააშავა უბრალოდ თანამშრომელმა, მაგრამ ეს იყო უკიდურესი ზომა. მე წარმოვიდგენია თქვენი მდგომარეობა, რომ ეს ძალიან რთულია, როდესაც ძალიან რთულია და მე მთელი კვირა ბავშვისთვისაც რაღაცა დისკომფორტია და მაქსიმალურად ვცდილობდი რომ მე ეს ყველაფერი მეკეთებინა ძალიან ნაკლები ემოციით რომ ეს ჩემშვილზე არ ასახო და მაგრამ აქ მე მინდა ვთქვა და მარიმაც მაშინ გაიცინა სიმწრით, როცა ერთ-ერთი ქალბატონი მოვიდა და როგორც კი ჩაუდექი ბავშვი და ბუდიშკი ხდით მეთქი და მეო წამალზე უნდა გავიდეო და მე ვთხარი მაპატიეთ მეთქი რა გავაკეთო ჩვენ აი ესე მოგვექცენ და ზუსტად უწამლოდ გყავს ეს ბავშვები 12 საათიდან აქ თქო და ისე გაცხარდა ეს ქალბატონი. თან იყო დედა და იცით რაო, მეო ჩემი შვილის ლუკმაპური როვიშ არც ეგრე დალხენილი არ არისო ჩვენ თანამშრომლებიცო. ჩვენი შვილის ლუკმაპური როვიშო, იმიტომ მუშაობ და მაპატიეთ მეთქი, მაგრამ თქვენი შვილის ლუკმაპურისთვის იბრძვით და მე კიდე ჩემი შვილის წამლისთვის, პამპერსისთვის და კუთვნილი სახელმწიფო პროგრამის სასაცილო 70 დღის ვაუჩერზე წელიწადში 70 დღის ვაუჩერზე და გავაგრძელებთ ლაპარაკს მომიტრიალდა და მაპატიეთ მითხრა ასეთი რაღაცა ძალიან ცოტა თქვენ იყენებთ თქვენ შვილს არ გეცოდებათ თქვენი შვილი სპეკულირებთ თქვენი შვილი ამაზე გავაგრძელებთ აუცილებლად ლაპარაკს საზოგადოების დამოკიდებულება ცალკე თემაა და ცალკე ტკივილია გრძელდება რადიო თავისუფლების პროგრამა გენდერული ამბები, მშობლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებებისთვის იბრძვიან, ასეთია დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა და ჩვენი სტუმრები არიან მარი კორკოტაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ნათია შარვაძე, მშობელთა თანადგომისა და გაძლიერების ცენტრის წარმომადგენელი. ჩვენ ვლაპარაკობდით მიმდინარე კვირაში გამართულ ერთ აქციაზე ფინანსთა სამინისტროსთან, რომლის ფარგლებშიც მშობლებს მოუწიათ საგანგებო ზომებისთვის მიმართვა იმის გამო რომ მიეპყროთ ჩინოვნიკების ყურადღება. ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ ამ ზომებზე და ახლა მარის მინდა ვთხოვო შედეგები. გამოიღო თუ არა რაიმე სახის შედეგი თქვენმა ბრძოლამ იმ კონკრეტულ დღეს? თქვენის ნებართვით კიდევ მესამე მოთხოვნა ჰქონდა და იმაზეც ვისაუბრებ. ჩვენი მესამე მოთხოვნა იყო რომ ჯანდაცვის სამინისტროს გამოიყოს ბიუჯეტი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შექმნას პროგრამა, რომლის მიხედვითაც დააფინანსებს რეგიონში მცხოვრებ აუტიზმის მქონე ბავშვების თერაპიას. ანუ ეგრეთ წოდებულ AB თერაპიას. ამჟამად ეს ფინანსდება მხოლოდ თბილისში მერიის მიერ. ეს ფინანსდება მხოლოდ თბილისში, ფინანსდება ზუგდიდში და ფინანსდება ბათუმში და იქ ადგილობრივი თვითმმართველობები აფინანსებენ ამას. ანუ შედეგზე ვიტყვი და მე ვიტყვი რატო უნდა დააფინანსოს ჯანდაცვის სამინისტროს. კი ბატონო, ეს თემა უნდა გავშალოთ, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თემა, საჭიროებების თემა აუცილებლად უნდა გავშალოთ, ამიტომ მოდით შედეგებზე ვთქვათ, რას დაგპირდნენ, რომ არ მოვწყდეთ იმ ხაზს და შემდეგ გავაგრძელოთ. ჩვენ იმ დღეს შეხვდა ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტის უფროსი და ანუ ეს ყველაფერი ვესაუბრეთ, რატო ვიყავით იქ და ანუ ჩვენ მაშინ მივედით იქ, რომ ფინანსთა სამინისტრომ დაგვინახოს. შეხვდათ როგორ? აი თქვენ ჩახერგეთ იქ გზა, არ გამოატარეთ და ამის შემდეგ ვინ გამოვიდა პირველი? ანუ გამოვიდა ეს ადამიანი, კი. სამწუხაროდ აღარ მახსოვს სახელი და თუმცა ჩაწერა. კი, ანუ თქვა, როგორც გითხრა, რომ მე არ ვიცოდი ამ აქციის შესახებ და როგორც კი გავიგე, იმ წუთას ოთარ იაშაღაშვილი. კი, ოთარ იაშაღაშვილი. სხვადასხვა ძალიან კარგი პიროვნება, ძალიან კარგად მოგვისმინა და ხო, ანუ ჩვენი კიდევ მთავარი ამოცანა იყო ის, რომ ფინანსთა სამინისტროს რაღაც ეჭვი მაქვს, რომ საერთოდ არც უფიქრია ალბათ შეიძლება უფიქრე, ანუ იცის რომ რაღაც პროგრამები არსებობს და შიშიმ ბავშვებისთვის და იქ რიცხავს თანხას ბიუჯეტიდან გამოყოფილეთ ახლა, მაგრამ რაღაცა ჩვენთვის მთავარი მიზანი იყო რომ დავანახოთ ჩვენი თავი და ჩვენი შვილები ფინანსთა სამინისტროს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ბავშვების იმიტომ რომ გაითვალისწინოს შემდეგ უკვე ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები, თქვათ იქ უპასუხო წერილები და ასე შემდეგ.
და ანუ შეხვედრაზე როგორც მან ბატონმა ოთარმა დაგვირდა, ანუ კონკრეტული დაპირებები არ ყოფილა, მაგრამ ერთი გითხრა, რომ აუცილებლად ჯანდაცვის სამინისტროსთან დაიწყებდნენ კონსულტაციებს და მაშინ მას ჩამოვართვით ესე რომ ვთქვათ პირობა, რომ აუცილებლად ამ მოლაპარაკებების დროს იქნებოდა უზრუნველყოფილი მშობელთა ჩართულობა მათი მხრიდან, რაზეც მივიღეთ დაპირება. ანუ აუცილებლად ოფიციალურადაც მივმართავთ ჩვენ ახლა ფინანსთა სამინისტროს წერილი გამზადებული აქციამ ცოტა დაასწრო მას და აუცილებლად, იმიტომ არაფერი ჩვენ შესახებ ჩვენს გარეშე ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, იმიტომ როდის კონკრეტული თარიღი არ თქმულა, კონკრეტული თარიღი არ თქმულა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, სანამ ეს ფინანსური ჭერი კონტაქტის შესაძლებლობა გაქვთ ამ ადამიანს. კი, ანუ ჩვენ დაუტოვეთ ამ ადამიანს, კი, ჩვენი პირადი მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ შევეხმიანებით, რა თქმა უნდა, თუ არ შემოგვეხმიანებიან თვითონ, ჩვენც არ არის პრობლემა. კი. და ანუ ეს დაპირება მივიღეთ ჩვენ. იმ დღეს სხვათა შორის ჟურნალისტებმა დავით სერგენკოსგანაც აიღეს ინტერვიუ და თვითონ ფინანსთა მინისტრისგანაც და სერგენკომ თქვა, რომ პროგრამის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება, ვეთანხმები იზრდება, მაგრამ ეს არ არის საკმარისიო და რა თქმა უნდა, ანუ 100,000 ლარით რო იზრდება პროგრამის დაფინანსება, ეს არის ზღვაში წვეთი. შესაძლოა 600 ბავშვი ყავს, კი, მომლოდიანთა სიაში. და ანუ კომისიაშვილმაც ბრძანა სატელევიზიო გამოსვლით, რომ იგივე გაიმეორა, რომ კონსულტაციებს დაეწყებდნენ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს იყო შედეგი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი, ანუ ის 5 მშობლის მიერ გამართულმა აქციამ ასეთი ძალიან კარგი შედეგი მაგრამ თქვენს უკან დგას ძალიან ბევრი ადამიანი და ეს გამოჩნდა სოციალურ ქსელში. კი, როდესაც თქვენი აქტიურობით აღფრთოვანებული ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა და ისინი ამბობენ, რომ თუ კი ასეთი აქცია გაიმართება, ისინი იქნებიან თქვენს გვერდში. კი. ანუ აქ კიდევ ერთი პრობლემა დგას, იმიტომ რომ ზოგს არ ყავს შვილის დამტოვებელი, ვერავის ვერ დაუტოვებს. მარტო ხელა დედაა ძალიან ბევრი და ვერანაირად ვერ მოახერხეს. მეც რო არ მყავდეს ჩემს შვილს და მე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი ნამდვილად. ძირითადად დედები აქტიურობთ არა? წინა პლანზე ხარ დედები გადადის ეს ყველა. კი, თუმცა ამ დროს ძალიან ბევრი ბავშვი მამებთან არის. ესეც უნდა ითქვას, აქ ყავს ასეთი ერთი მშობელი, რომელიც უფრო აქტიურად გამოჩნდნენ და ძალიან მივესალმები მამების კი გამოჩნდნენ. მაგრამ აი საბრძოლო წინა ფრონტზე ხართ თქვენ ყოველთვის. ძირითადად კი დედები ვართ. კარგი, მოდით აი გავშალოთ ის თემა, რაც თქვენი მესამე მოთხოვნა, თუ შეიძლება კი დავუბრუნდებით, რა თქმა უნდა, ისევ სხვა ბავშვებსაც, სხვა საჭიროებებს მქონე ბავშვებს, მაგრამ აი ეს თემა რომ უფრო გავშალოთ, აი სად არის პრობლემა და რატომ ხდება ის, რომ ნაკადები მოდის თბილისისკენ, ზუგდიდისკენ და მესამე ქალაქი იყო ბათუმი, საითაც თქვათ უწევთ ადამიანებს თავიანთ შვილებთან ერთად გადაადგილდნენ, გადაცხოვრდნენ, ასე ვთქვათ, რაც არ არის ადვილი. რაც არ არის ადვილი მათთვისაც, რა ვიცი, ახალი გარემო ბავშვისთვის და ასე შემდეგ. რატომ ხდება ეს? პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ძირითადი თერაპიები, ანუ სერვის პროვაიდერები არიან თბილისში თავმოყრილი და ხარისხიც თბილისში არის ყველაზე მაღალი, ვიდრე ვთქვათ სხვა რეგიონებში. ამიტომ მშობელს ურჩევნია ხარისხიანი თერაპია მიიღოს მისმა შვილმა. და მეორე არის ის, რომ მხოლოდ თბილისის მერია აფინანსებს და ნუ რეგიონებს, აი ორი რეგიონის გარდა სხვაგან სერვისიც კი არ არსებობს ბევრ რეგიონში, ნუ დაფინანსებაზეც საუბარი საერთოდ ზედმეტია. და ეხლა რატომ უნდა ჩაერთოს ჯანდაცვის სამინისტრო დაფინანსების საკითხში, ამას დავაკონკრეტებ. ანუ იქიდან გამომდინარე, რომ აუტიზმის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს. მთელი მსოფლიო იკვლევს და ვერ გამოიკვლია რა არის ამის მიზეზი. ანუ სტატისტიკით მაშინ, როდესაც ჩემშვილს დაუსვეს დიაგნოზი 5 წლის წინ, 100 ბავშვი ერთს ჰქონდა აუტიზმი. რამდენი წლის იყო მაშინ? მაშინ იყო 3 წლის. 3 წლის და თვეების. დღეს 2017 წელს არის 62 ბავშვი ერთს აქვს აუტიზმი და ვარაუდობენ, რომ 2025 წელს 30 ბავშვი ერთს ექნება. ანუ აქედან გამომდინარე თუ გადავხედავთ, ერთ დღესაც ალბათ მერია ვეღარ უზრუნველყოფს ამ რაოდენობის ბავშვების დაფინანსებას. და სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო წესით და რიგით თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტროს უნდა დაეწყო ამ პროგრამის დაფინანსება და შესაბამისად პასუხისმგებელი იქნება რეგიონებზე. შესაძლებელია ვთქვათ მერიამ თანადაფინანსების სეგმენტი აიღოს თავის თავზე, მაგრამ ის რომ რეგიონებში არ არის ხელმისაწვდომი ასეთი სერვისი, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ეს არის სახელმწიფოს გასაკეთებელი. ანუ სერვისიც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, ამის ვალდებულება გააჩნია, მაგრამ
არაკეთებს. მერიაც სახელმწიფოა, მე გულისხმობ რომ შეიძლება იქ დაფინანსებისებზეა, მე ვამბობ თვითონ ცენტრი რო დაფუძნდეს. ხო და აი ეს ჯანდაცვის სამინისტრო უნდა გახდეს თანადამფინანსებელი არა მხოლოდ თბილისის მერიასთან, არამედ ბათუმის მერიასთან ერთად, ზუგდიდის მერიასთან ერთად და თქვათ სადაც იმ რეგიონებში სადაც ცენტრები არ არსებობს, თქვათ სააბილიტაციო ცენტრები და მშობელი გადაწყვეტს თბილისში ჩამოიყვანოს თავის შვილი, ჯანდაცვამ უნდა უზრუნველყოს აუცილებლად იმ ბავშვის დაფინანსება. ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად. ანუ ჯანდაცვა აუცილებლად უნდა გახდეს თანადამფინანსებელი. სხვა შემთხვევაში შეიძლება ამ პროგრამას კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ამ პროგრამის არსებობა. მოსაზრებით ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ძირითადი სადავეები ამ პრობლემის თანადამფინანსებელი გახდეს მერიასთან ერთად. თუ არ იქნება თქვა 50-50-ზე, ხო, მაგალითად იყოს 75-25-ზე, რადგან ეს ჯანდაცვა რეგიონებზე იქნება პასუხისმგებელი, აიღოს თქვა 25% დააფინანსოს ჯანდაცვამ, დანარჩენი იყოს უზრუნველყოფილი ადგილობრივი თვითმმართველობის. თვითონ გაარკვიონ ეს მერეთ მოკლედ ჩვენ არ ვართ თანამშრომლები სტრუქტურის და ამიტომ ამას ჩვენ ვერ დაუგეგმავთ, უბრალოდ თქვენ საჭიროებებზე ლაპარაკობთ. მაინტერესებდა აი თვითონ თქვენ ამბობდით რომ აი ეს სერვისები არ არის ხელმისაწვდომი, ხო, ყველგან. თბილისში როგორი მდგომარეობა ამ მხრივ? თბილისშიც არ არის ხელმისაწვდომი. იმიტომ რომ და რაში გამოიხატება რომ არ არის ხელმისაწვდომი? თან არის და თან არ არის და რა. აი როგორ? და როგორ? ანუ მერია 1 საათიან თერაპიაში, ანუ ტარიფი დაადგინეს ესეთი, იხდის 21 ლარს. რატომღაც ზოგიერთ ცენტრს ეს 21 ლარი ეცოტავება და ანუ ცალკე აქვს რაღაც კვოტა, ანუ კერძო ბავშვების, ანუ თქვათ, ვინც თბილისში არ იყო რეგისტრირებული და რაიონიდან ჩამოსული ბავშვებისთვის და ეს ფასი იწყება 26 ლარიდან და სადღაც 50 ლარამდეც კი, ანუ 1 საათის ღირებულება. ამ სერვის მიმწოდებას, რა თქმა უნდა, ურჩევნია 35-30-26 ლარი აიღოს 1 საათში, ვიდრე მერიის 21 ლარი. და ამიტომ ბავშვები, ასე ვთქვათ, ბავშვები იჭყლტებიან და ბავშვების უფლებები ირღვევა ამ შემთხვევაში. ანუ ვინც იხდის, იმას იღებენ. კი, ვინც იხდის, იმას იღებენ უფრო მეტად, ვიდრე მერიიდან, ანუ მერიაშიც უკვე არის მომლოდიანთა სია. ამიტომ რომ მერიას ეუბნება სერვის პროვაიდერი, მე არ მაქვს ადგილი, ვერ მივიღებ, ანუ მერიის პროგრამით ბავშვს და მერიაშიც უკვე სადღაც 100 ბავშვამდე არის მომლოდიანთა სია. ანუ არიან მშობლები, რომლებიც დადიან ამ ცენტრებში, თვითონ იხდიან ფულს, მაგრამ მერიის დაფინანსებას ვერ იღებენ, იმიტომ რომ ეს სერვის პროვაიდერი მერიას არ აწვდის ინფორმაციას, რომ მას აქვს ადგილი. აი ესეთი ცუდ მდგომარეობაში. ანუ ხდება ფასების, ასე ვთქვათ, ხელოვნურად გაზრდა. შექმნია ასეთი პრობლემა. ჩემი შვილი სადაც დამყავს იმ ცენტრში 18 ლარი იღებს 1 საათი, მე რო ვატარო ჩემი სახსებით და მერია ანუ ჩემ ცენტრში ვთქვათ მერიიდან უფრო მეტი შემოსავალი აქვს ჩემი შვილის ცენტრის ხელმძღვანელს, ვიდრე მე შემიძლია გადავიხადო. ანუ აქ უფრო ოჯახებზე და კი ბავშვების ინტერესებზე არიან, მე ესე ვთვლი, ორიენტირებული ეს ცენტრი, ანუ არც არავის ვაკებ, არც არავის ვაკრინებ. ეს ცენტრებია და კერძო ინტერესები მოქმედებენ. ილიას უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ბავშვთა განვითარების კლინიკა, სადაც აი ესეთი ადამიანური ფასები არსებობს. აი ჩვენ მშობლებს ძალიან დიდი პროტესტი გვიჩნდება. იმიტომ რომ რაღაცა ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩემი შვილი არის რაღაცა ბიზნესის საკეთებელი მასალა. ძალიან რთულია ამის თქმა, მაგრამ ესე გავთ. არა მხოლოდ აუტიზმის მქონე ბავშვები, სხვა ბავშვების შემთხვევაშიც ესე არის. ვისაც სხვა შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. თერაპიების ფასი ეს ძალიან ძვირად ღირებულია. ჩვენ რაღაც ისეთი პროტესტის გზნობა გაგვჭირდა, რომ ეხლა მშობლებმა ფონდის დავაფუძნეთ, აუტიზმის ფონდი და გვინდა რაღაცა ჩვენც შევქმნათ ცენტრი, რომელიც არ იქნება ორიენტირებული მოგებაზე და ბიზნესზე და თავიდან ბოლომდე იქნება ორიენტირებული ბავშვების ინტერესებზე. კი. ანუ ისეთი იდეა გვაქვს, რომ აი სივრცე იყოს ისეთი, რომ რეგიონიდან ჩამოსული მშობელი ბავშვთან ერთად დარჩეს იმ სივრცეში, სადაც მშობელი გადამზადდება, თქვათ ერთთვიან ტრენინგს გაივლის, ბავშვისთვისაც იქ ბავშვის მიიღებს თერაპიას. ანუ საკმაოდ საინტერესო იდეაა, მთავარია ეხლა ჩვენ გვყავდეს ვინმე სპონსორი, ვინც ამ ყველაფერში დაგვეხმარება და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული. ნათია, რით შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი, თუ კი სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ მიაქცევს ამ ბავშვებს და გულგრილობას გამოიჩენს? ერთს ცოტას და ვამატებ, შეცდომაში რო არ შევიყვანოთ,
რაც მარიმ ძალიან კარგად აღნიშნა ამ აუტისტური პროგრამის ხარჯზე პრობლემები, ეს პრობლემები არ არის ცერებრალური დამბლის დაავადებულ ბავშვებთან, რომელთაც 70 დღე სახელმწიფო სერვისში ჩართულობით გვაქვს გამოყოფილი და არის ეს რეგულირებული, მაგრამ აქ არის მხოლოდ ფინანსების პრობლემა, თორე სერვის მომწოდებლებს ადგილებიც აქვს, არანაირი შეზღუდვა არ არის და ეს ყველა რაიონში არ არის მაგის პრობლემა, რომ ვთქვათ, სერვის მომწოდებელს არ შეუძლია რიგი აქ ისეთი, რომ ბავშვი ვერ მიიღოს, ცარიელია ფაქტიურად რეაბილიტაციო ცენტრები, ვამბობ, რომ ცოტა ბავშვები ყავთ, მაგრამ მომსახურება მეტისათვის შეუძლიათ, უბრალოდ აქ არ არის თანხები და იმიტომ იყო ეს დიდი ნაბიჯი, რომ ფინანსთა სამინისტროს გაეგო ეს კი ბატონო, ჩემი სმენელი მიხვდებოდა ალბათ, რომ მარი საუბრობდა აუტისტური, მაგრამ მაინც მე რაიმე რო არ იყოს არასწორად, ეს დავაკონკრეტე. რა მოყვება ამ ყველაფერს? გვინდა არ გვინდა, ჩვენ ვართ რამდენიც ვართ სამწუხაროდ ამ ქვეყნის მოქალაქეები, როგორებიც ვართ, ისეთები ვართ და სახელმწიფო ვალდებულია. მე ასე ვიტყოდი, ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ძალიან ისეთი ევროპული ქვეყანა არა ვართ ფინანსებით დახუნცრული და რაღაცა ვარსკვლავებს არ ვეთამაშებით, მაგრამ სწორად მოხდეს სახელმწიფოს ფინანსების დაგეგმარება და სწორად მოხდეს მიწოდება საჭირო სერვისებსა და საჭირო ადგილებში. თუ ესეც უნდა იყოს, სახელმწიფოს რაღაცა ცოტა მსუყე რაღაცეებისთვის მილიონები გააჩნია და გნებავთ კონცერტებისთვის, გნებავთ მაპატიეთ უხეშად ვიტყვი ჯიპებისთვის და რაღაცა ისეთი ღონისძიებისთვის, მე არ ვამბობ, რომ საერთოდ არაფერი არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ ნუ იქნება უამრავ მილიონიანი ეს და რაღაცა ნაწილობრივ კონკრეტულად ისეთი თანხა დაიხარჯოს და ისეთ რაღაცა თემებზე გავიდეთ, რაც ამ თემასაც შეეხება და ჩვენც საზრდოებს და პრობლემა რომელსაც ოჯახებში ამ შემთხვევაში ამ პრობლემისგან არავინ არ არის არავინ არ არის და მე ხმამაღლა ვამბობ სახელმწიფოს ვეუბნები რომ 13 წელია პირადად მე პალიატიური მსურველობის და საჭიროების შვილს სახლში ვუვლი ჟანგბადის გარდა არ გავდივარ ოჯახიდან რა სამედიცინო ჩართულობა არ უნდა დამჭირდეს და მიუხედავად რეაბილიტაციის გარდა უამრავი სამედიცინო საჭიროებები გვაქვს აღარ მაქვს საუბარი პამპერსზე ასე ვთქვათ და ჰიგიენურ საშუალებებზე რასაც თქვენი ხარჯებით უკლავდებით რა თქმა უნდა 400 ლარის მხოლოდ ერთი პრეპარატი მჭირდება და საშინელი მდგომარეობა აქვს ეპილეფსიურ დაავადებულ ბავშვებსაც და როგორც ვიცი ეპილეფსიური პროგრამა არსებობსო, მაგრამ არავინ არ იცის მშობლებში და ეხლა ჯანდაცვის სამინისტროსთან ესეც კარგად უნდა გავარკვიოთ, რომ ისევე მშობლებმა უნდა გავავრცელოთ ეს პროგრამა თუ არსებობს, ისეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროგრამაში რაღაცა არა ისეთი ეფექტური პრეპარატი შედიოდეს და ამ ბავშვს ეფექტურად იზვირადღირებული, ასე ვთქვათ. აი, აქაც საჭიროებები შეიძლება არ იყოს სწორად გათვლილი და აქედან გამომდინარე, მე სახელმწიფოს ვეუბნები, მე რომ ამდენს ვაკეთებ და სოციალურად და ერთადერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი შვილები მოიაზრებენ ბაზები, სახელმწიფო პროგრამების ბაზები სამწუხაროდ აგებული არის სოციალურ დაუცველთა პაკეტზე. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ძალიან ძნელია სისტემის დანგრევა, მაგრამ რახან ჩვენ არ გვერგება ეს სოციალურ პაკეტზე აგებული ბაზები, მაშინ კეთილი ინებონ და ჩანაწერი გააკეთონ არ ვითხოვთ ოჯახებისთვის ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი არავინ არ არის ისეთი მდიდარი იმდენ საჭიროებებს გავდივართ ჩვენ რომ რაც სახელმწიფოებრივ პროგრამებში პრიორიტეტული არის შეზღუდული შესაძლებლობის ისა სოციალურად დაუცველობა გააკეთდეს და გათანაბრებული იყოს ჩვენი შვილები მხოლოდ არ ვითხოვთ დაფინანსებას არ ვითხოვთ ოჯახის შემწეობას მაგრამ საყოველთაო დაზღვევაში 100%-იანი დაფინანსებით, სერვისების პრიორიტეტებში და ყველანაირ პრიორიტეტებში ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები გათანაბრებული იყვნენ სოციალურად დაუცველთა პაკეტზე. იმიტომ რომ ამაზე ქონდათ ლაპარაკი. აქ ნამდვილად არ ქონდა ეხლა კონკრეტულად, მაგრამ იქ წავედით კონკრეტულად, მაგრამ ეხლა რახან თქვენი ეთერით მომეცა ამის საუბრის საშუალება, აქ იმიტომ დავაკონკრეტე და მოისმინოს ეს ყველამ და აქედან გამომდინარე ჩვენ აი ესე ფართო მასშტაბიანად სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ მანამ სანამ რაღაცა დონეზე არ შევაფხიზლებთ ქვეყანას და საჭიროების მიხედვით არ დავანახებთ თუნდაც მინიმალურად მაქსიმალურზე აღარ არის საუბარი რომ ერთ კონკრეტულ და მშვენიერ დღეს რო ჩვენ და ჩვენი ოჯახები ამ ბავშვების გვერდში
მოხდეს ისეთნაირად და ვერ შეძლოს ამ ბავშვების გვერდში დგომა, რა ელის ჩვენ შვილებს? აი ამ შეკითხვას ვსვამ ყოველთვის და უკვე მე შიში მაქვს და მიტო კიდე უფრო გავაქტიურდი, თუნდაც ის ჩვენი ნიკუშა 18 წლის, რომელიც მძიმე და ღრმა სტატუსის მქონე, ასე ვთქვათ, გადავიდა 18 წლის ზემოთ, არანაირი სერვისი არ გააჩნია და ისეთი საშიშროების წინაშეც დგას მის დედას კვინკე შეშუპება რო დაემართა, მშობლები მივედით და კონკრეტული წამლებით ადგილზე ვცდილობდით ამის მოხსნას პრედნიზონური და ასე შემდეგ, რომ სასწრაფოც ვერ გამოვიძახეთ, ბავშვი საწაგვეყვან არ ვიცოდით. ორივეს ერთად ხوار დააწვენდნენ დედასაც და შვილსაც. საავადმყოფოში ვინ წაიყვანდა, სახლშიდაც ვერ დავრჩებოდით, იმიტომ რომ ბავშვი მძიმე და ღრმა სტატუსის მქონია, მარტო ხელა დედა რომელიც არის და აი ამას ვამბობ, მე უძლებ ჩემი შვილის პრობლემებს, მაგრამ აი ესეთი დედაშვილები რო გვყავს ოჯახებში და მარტო 180 ლარზე არიან და ეხლა რო მხარდამჭერი დედაც რო აღარ ახარ 18 წლის ზემო და მხარდამჭერია და ორ თვეში ერთხელ სოცმუშაკს უნდა ჩააბარო, ის 180 ლარი რაში დაუხარჯე შენ შვილს, აი ეს არის აბსოლუტურად შემაძრწუნებელი და ძალიან მძიმე თემა არის, იმიტომ რომ არავინ არაფერს არ გიხდის და 18 წლის ზემოთ თურმე პასუხისმგებელი ხარ იმაზე, ის 180 ლარი რაზე დახარჯე. მარი, სახელმწიფოს გულგრილობამ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ შემთხვევაში და კიდევ ერთი აი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების შემთხვევაში ხშირია ხოლმე რომ სწორად ვთქვათ მზრუნველობის შემთხვევაში, განათლების შემთხვევაში და ასე შემდეგ ხომ დიაგნოზის მოხსნაც ხერხდება, ხომ ასეა? იცით, თუ არ ხდება დიაგნოზის მოხსნა, ის მაინც ხერხდება, რომ ბავშვი სრულფასოვნად მიდის სკოლაში. და ათვისების უნარი აქვს. კი, აქვს და რაღაც უფრო სრულფასოვნად ცხოვრობს. ეს არის ძალიან დიდი, თვითონ ბავშვისაც ძალიან კარგი ცხოვრების ხარისხის კი, რა თქმა უნდა და ოჯახისთვისაც აი ნათიამ თქვა, რომ რაღაც შენც მშობელი მერე როცა იქნება შვიდად მოკვდები, იცი რომ შენი შვილი რაღაც დამოუკიდებლად ცხოვრობს და დამოუკიდებლად შეიძლება თავის მოვლა. და რაც შეიძლება სადამდე შეგვიძლია მიგვიყვანოს სახელმწიფოს. ხო აი არ ვიცი, ხა ჩვენ დაველოდებით, ალბათ მალე მოხდება ეს მოლაპარაკებების დაწყება ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენი ჩართულობაც თუ რა თქმა უნდა გულგრილობა იყო, მე 5 კაცი არა, უფრო მეტი ძალიან დიდი დაორგანიზებული აქციით მიმივალთ ისევ ფინანსთა სამინისტროსთან და მე უკვე ესეთი ძალებით დაველაპარაკებით, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა 2018 წელსაც ყავდეს მომლოდიანთა სიაში ბავშვები და არ გვინდა რომ რეგიონში მცხოვრები აუტიზმის მქონე ბავშვები ისევ დარჩენ დაფინანსების გარეშე. ეტაპობრივად აუცილებლად უნდა დაიწყოს ჯანდაცვის სამინისტრომ რეგიონებში მცხოვრები ბავშვების, ანუ აუტიზმის მქონე ბავშვების დაფინანსება. ზოგადად აი ჯანდაცვის სერვისებს რო გადავხედოთ და განათლების საკითხს აი ამ მიმართულებით, ექიმებიც არიან, თქვათ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი. საზოგადოების მიდგომები ცალკე პრობლემაა, ჩვენ უკვე ვთქვით, ხომ? პრობლემა არის ჩანასახი. არის სპეციფიკური საჭიროები ბებისთვის მიდიხართ ექიმთან. თქვათ მიდიხართ ჩვეულებრივ მკურნალ ექიმთან, თერაპევტთან, თქვათ. აი იქ დამოკიდებულებების საკითხი როგორი ან გამოძახება, როდესაც გიწევთ, არის თუ არა აი აქ რაღაც ისეთი ისურვებდით, რომ გამქრალიყოს ჩვენი საზოგადოება. თავი რო დავანებოთ, თქვათ იმ ექიმთან მისვლას, რომელმაც საერთოდ აუტიზმი რა არის. გუშინ დამიდეკა ერთმა მშობელმა, აღშფოთებულმა და გამახსენდა ჩემი თავი. ანუ იმ ექიმთან ყავდა ბავშვი დიაგნოზირებაზე მიყვანის თავის დროზე ვისთანაც მე მყავდა და ისეთი აი წლების შემდეგ ეს ქალი ანუ არ ვიცი ისეთი დაბეჭდება მრჩება რომ ეს ქალი რაღაც განზრახ ბოროტად იქცევა რომ ეს მშობლები დათრგუნოს ანუ ძალიან უხეში და ისეთი ხისტი დამოკიდებულა გზააბნეულ მშობელთან რომელიც ხავს ეძებს რომ მოეჭიდოს რომ რაღაცა უთხრას ექიმა ისეთი რომ ცოტა მოძლიერდეს აზრზე მოვიდეს და ну რაც შეეხება ახლა სხვა ექიმებს თავის დროზე სასწრაფოს ექიმსო ვიძახებდი ხოლმე და აუტიზმს ახსენებდი რა არისო მეკითხებოდნენ დღეს ეს უკვე აღარ არის ჩემ შემთხვევაში იმიტომ რომ ვეუბნები რომ აუტიზმი აქვს კი მივხვდით ანუ უკვე გაიზარდა მათი ინფორმირებულობა და ნიშნებიც იციან რა არის თქვა აუტიზმის დამახასიათებელი მე აი ამ ბოლო დროს რაღაც აღარ შემხვედრია ისეთი ექიმი რომელიც
უხეშად მომქცევი ან მე ან ჩემში პირიქით ხარ. თუმცა თქვენ სხვა მშობლები ამბობენ. ორგანიზაციებიდან, სადაც ტრიალებენ მშობლები და იცნობენ. აი სხვა მშობლები ამბობენ. აი კი ამას წინათ ერთმა მშობლებას დარეკა ნევროპათოლოგმა ისეთი ბავშვი რო უთხრა დედამ რომ სკოლაში მიმყავს, ნევროპათოლოგმა უთხრა რომ სკოლაში მიყავს, ვერც კი წარმოუდგენიათ რომ შეიძლება საჯარო სკოლაში იაროს აუტიზმის მქონე ბავშვმა. მაგათვისო არსებობს ცალკე სკოლებიო არ გამიგია. და ჩემი შვილი დადის საჯარო სკოლაში მეორე კლასში ზის ჩვეულებრივ თავის თანატოლებთან ერთად. ეს არის თავსებით შესაძლებელი და არაფერი გასაოცარი ამაში არის. ინკლუზიური განათლების ხაზით თუ კი, ინკლუზიური განათლება გულისხმობს იმას, რომ ყველა ბავშვის ჩართულობა მესმის, მაგრამ იქ არის ზედამხედველი, რომელიც მუშაობს. კი, სპეციალისტი, რომელიც ეხმარება, რომ ჩართოს საგაკვეთილო ზოგჯერ ამ სპეციალისტების ნაკლებობაზეც ლაპარაკობა ხდება. ინკლუზიური განათლება ცალკე დიდი პრობლემაა. მე ვიტყოდი ჯანდაცვას სამინისტროზე მეტად დიდი პრობლემები გვაქვს განათლების სამინისტროსთან და ესეც მისახედია და მაგისთვისაც ამასაც მიხედავთ კი. ნათიას მინდა ვკითხო, იგივე შეკითხვა მინდა დაგისვათ აი ეს. დიახ. საზოგადოების მიდგომები და ვთქვათ იგივე ექიმები, პედაგოგები ამ ჭრილში. ჩვენი ასე ვთქვათ სიმძიმიდან და ვიზუალიდან გამომდინარე უფრო თვალში მოსახვედრია ჩვენი მძიმე და ღრმა სტატუსის მქონე ბავშვების და უფრო მოდის შეცოდების მომენტი. და ყოველთვის ამას მე ხმამაღლა ვამბობ ეს შეცოდებაც რა თქმა უნდა უადგილოა ხშირად ჩვენ და ბევრი მშობელი ცოტა არ იყოს ამას ხელს უწყობს და რაღაცა უფრო ისეთნაირად გამოდის და მე ყოველთვის ვამბობ ჯერ ჩვენ უნდა მივიღოთ დედებმა და ოჯახებმა სრულფასოვან წევრებად ეს ჩვენი შვილები და მერე ასე იოლად და ესე კარგად მივაწოდებთ სახელმწიფოს და რაც შეეხება სამედიცინო კუთხით მეც მქონია შემთხვევები რომ ან ეხოსკოპიის მხრივ ან რაღაცა მეუყვას და ხელში მიჭირავს ემბრიონის პოზაში დაჭერილი იმიტომ რომ ემოციის ფონზე სულ სხვა კალისებრი პოზა აქვს და ნუ გამორიცხულია ბავშვი წამიერად არ ჩერდება ფაქტიურად 24 საათი თავის ნოზოლოგიდან გამომდინარე და დააწვინეთ ბავშვი და ქალბატონები აი ესე დაგიჭერთ თქვენ რომ ორგანომდე მიაღწიოთ და გაუკეთოთ ეხოსკოპია თუ რაღაცა კვლევა ამას რომ დაწოლა აი ამიტომ გეუბნებით და მე ვისურვებდი ყოველთვის პრობლემას ვხედავ ჩანასახშივე ვიდრე შემდეგ მოვთხოვოთ უკვე სრულყოფილებაში თუნდაც დღესაც ისე მაინტერესებს და ეხლა გამიჩნდა ეს კითხვა თუ საინფორმაციო წყაროები არსებობს სამედიცინო უნივერსიტეტში ან სადაც იზრდებიან ჩვენი სამედიცინო პერსონალი სტუდენტების სახით რომ ინფორმაცია თუ ეწოდებათ რომ აი ამ პრობლემების დროს როგორც ასე ვთქვათ პირველადი დახმარების თემები ისწავლება რაღაცა სხვადასხვა მიმართულების სხვადასხვა მიმართულების ყველა სამედიცინოზე ვინც სწავლობს ყველა სპექტრის სინდრომის და ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტიპის მხრივ ინფორმაცია იქედანვე უნდა კონდეს და იქედანვე უნდა გაიზარდონ ისინი და მერე ჩამოაყალიბებენ ისინი თავიანთ ეთიკა არ არსებობს აი მე თავის დროზე ერთი სტატიას დავწერე ამასთან დაკავშირებით ანუ როგორ უნდა შეატყობინოს ექიმმა მშობელს შვილის დიაგნოზი და მაშინ კანონებში ვათვალიერებდი არ არსებობს არანაირი ჩანაწერი ანუ აი ამასთან დაკავშირებით ერთადერთი არის რომ პაციენტსა და ექიმს შორის ანუ კანონი სადაც წერია რომ აუცილებლად უნდა შეატყობინოს თავის დიაგნოზი როგორც არ უნდა იყოს ეს ევალება ექიმს მაგრამ როგორ უნდა შეატყობინოს აი ეს არსად არ წერია და მე ვისურვებდი ანუ მაშინ ეს სტატია დავწერე ანუ ის ჩემი მიზანი იყო რომ რაღაც რეგულაციები გაწეროს ჯანდაცვის სამინისტრომ რომ ის ექიმი რომელიც გაბედავს და ესე მოექცევა დედა იქნება ეს თვითონ პაციენტი აუცილებლად უნდა დაჯარიმდეს ან რაღაცა კუთხით დაისაჯოს რომ მეორედ ანუ ის ტრამვა არ მიაყენოს მშობელს რაც თქვა მე მიმაყენა კიდევ სხვას მიაყენა და კიდევ ბევრს მიაყენებს მესმის კი ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გადაცემა უახლოვდება უკვე დასასრულს პრაქტიკულად 1 წუთი დაგვრჩა მე ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს შევახსენებ რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იყო მშობლების აქტიურობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლების აქტიურობა ამ ბავშვების უფლებებისთვის და ჩვენი სტუმრები იყვნენ მარიკო რკოტაძე ხელმძღვანელი ორგანიზაციის ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ნათია შარვაძე მშობელთა თანადგომისა და გაძლიერების ცენტრის
წარმომადგენელი. მე ლელა კუნჭულია ვარ, დღევანდელ გადაცემას მე ვუძღვებოდი, ხმის რეჟისორი გახდათ გოჩა ლეჟავა. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების მოძიების საშუალება თქვენ გაქვთ ჩვენს ვებსაიტზე radio-თავისუფლება.ge და ასევე დღევანდელი გადაცემის ვიდეო ჩანაწერის ნახვის საშუალება გაქვთ დღეს თქვენ 18 საათზე, 6 საათზე ტელეარხ არტ არეას ეთერში. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის.